სტუდენტების პროტესტი გრძელდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან ახალგაზრდების შენობის შესასვლელთან იმყოფებიან და ღამეს სწორედ იქ ათერებენ. ისინი რექტორის მხრიდან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთან დაკავშირებით. საუბარია ირაკლი მიმინოშვილზე, რომელსაც 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლიზი ვეკუა მოგვიყვება დეტალებს ახალგაზრდების პროტესტის შესახებ. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან სტუდენტებმა უკვე მეორე გამე გაათენეს. საკშეკრებილი სტუდენტები მე-12 დღეა უკვე აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ისინი მოითხოვენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან პოზიციის დაფიქსირებას ირაკლი მიმინოშვილთან დაკავშირებით. ირაკლი მიმინოშვილი არის ერთ-ერთი რეჟიმის პატიმარი, რომელიც ამ ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ დააკავა მიმდინარე აქციების დროს. სტუდენტებს ჰქონდათ დაკავებული შიდა სივრცე უნივერსიტეტის 10 დღის განმავლობაში, თუმცა მას შემდეგ რაც სტუდენტები წასულილი იყვნენ თავიანთი მეგობრის ირაკლი მიმინოშვილის მხარდასაჭერ მარშზე, მათი შეშვება შემდეგ უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიაზე ვერ მოხერხდა. სწორედ ამის გამო დარჩნენ სტუდენტები გარეთ, გაათენეს უნივერსიტეტის წინ. სტუდენტები ასევე ამბობენ იმასაც, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი შეუშინდება რეჟიმს და ვერ დააფიქსირებს საჯაროდ მის პოზიციას, მზად არიან რომ მას გვერდში დაუდგნენ, რადგან სტუდენტები არიან სწორედ ის ძალა, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. აქ სტუდენტების თქმით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ მანამ სანამ ეს მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდება. გვინდა სოლიდარობა გამოუცხადოს ირაკლი მიმინოშვილს ჩვენმა უნივერსიტეტმა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველას ვფიქრობ, რომ უნდა გქონდეს იმედი უნივერსიტეტის და უნდა გქონდეს ზურგად ყოველთვის უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ხვალ ზეგ მაზეგ არ ვიცით რა იქნება, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი იყოს ირაკლის ადგილას და ვალდებულად თვლით თავს, რომ ჩვენს თანატოლს, ჩვენს უნივერსიტეტელს გამოუხატოთ სოლიდარობა. აქ ვიქნებით იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შესასვლელთან გავათენეთ ბავშვებმა და არ მოგვიცა საშუალება რომ შევსულიყავით 3:04 აუდიტორიაში. არც არავინ არ მოსულა და ადმინისტრაციიდან არ უთქვამს არაფერი ამის შესახებ. არ მიგვიღია ისევ პასუხი, არ მიგვიღია გია კავთელიშვილისგან, რექტორისგან პასუხი შეხვედრაზე და იმაზე თუ შეგვიშვებდნენ თუ არა აუდიტორიაში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლა გია კავთელიშვილს თუ რამე რეპრესიების ეშინია, მან უნდა იცოდეს რომ ზუსტად ჩვენ სტუდენტები ვიქნებით მის გვერდით, რადგან ვინცაც რუსული რეჟიმი ეხება, ყოველთვის დაუდგებით ჩვენ მათ გვერდით. დიახ, როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შესასვლელთან სტუდენტებმა უკვე მეორე გამე გაათენეს. ისინი ელოდებიან ადმინისტრაციის პასუხს და დანებებას არ აპირებენ, მანამ სანამ მათი მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდება. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები ცხადია უერთდებიან საერთო მოთხოვნებს ხელახალი არჩევნების ჩალისვნასთან და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.